სოხა ვარ, ეს კი 2020 წლიანი Audi A5-ია. ვიდეოს და შევემინდა გიხსნით, რომ კონკრეტულად ეს მანქანა იყიდება, არის 2020 წლიანი A5 S-Line და მეც გინდათ თუ ამ მანქანის მფლობელი გახდებით, ბევრ ასეთ მანქანას ვერ შეხვდებით ქალაქში. ხოლო რა შეიძლება ეხლა ვიზუალს. გვაქვს Audi-თვის დამახასიათებელი დიდი ცხაურა, მაგრამ ჩემი აზრით ეს ვიზუალი უკვე ისეთი დატკეპნილია, რომ ვერ შეამჩნევ შენ ეს A5 არის ჩვეულებრივი თუ S-Line. გვაქვს ასევე ლაზერული ფარები. ხოლო რა შეიძლება წინაბაყეს განსხვავებული გვაქვს S-Line-ში და არა S-Line-ში. ამ შემთხვევაში ამ მანქანას დისტრონიკი აქვს შაშენებული წინა მხარეს. ასე გვაქვს მინიმალური პატარა დამატება. ასევე წინა ბამპერში გვაქვს შაშენებული ეგრეთ წოდებული ყალბი დეტალები, როგორებიც არის მითონგაგრილების სისტემა, ძრავისთვის, მაგრამ ამას არანაირი დანიშნულება არ აქვს, მაგრამ გვაქვს საჰაერო, რომელიც სამუქუჭე სისტემას აგრძელებს. ხოლო რა შეიძლება ხეს, მე მაგალითად ეს ფერი მომწონს, იმიტომ რომ გამორჩეული ფერი არის და ბევრ ასეთ მანქანას ვერ შეხვდებით ქალაქში მართლაც. კიდევ ამ მანქანას გამოარჩევს ის, რომ არის ეო კარიანი და საკმაოდ მომხიბლელი ვიზუალი აქვს. წინა მხარეს ვართ ასევე დაჩვენებ გამძრაუს Audi-s ამძრაუს. რომელიც არის 2-დან 2 მოცულობის ტურბინიანი, რა თქმა უნდა, Audi-თვის დამახასიათებელი. ეს კონკრეტული მოდელი გამოიმუშავებს 261 ცხენის ძალას და ასევე დაახლოებით 320 ნიუტონ-მეტრს, რაც საკმარისი არის ამ მანქანის ყოველდღიური გადაადგილებისთვის ქალაქის სახმარად. ესე კომპლექტაციაში გვაქვს 18-ინჩიანი დისკები, რომელიც ჩემი აზრით გვხვდება ამ მანქანას, ეს მოსწონს S-Line კომპლექტაციას. ასე გვაქვს ძალიან კარგი სამუქუჭე სისტემა, რომელსაც აუცილებლად დავტესტავთ და ვიდეოშიც. როგორც ახსენე S-Line-ი. ოპერატორს ხო გადავიდეთ უკანახარეს და ვაჩვენოთ ამ მანქანის მთავარი ღირსება ჩემი აზრით. ეს არის A5-ის შეიძლება უკანავიზუალს საბაგურო პატარა ლაქტი, რომელიც ამ შემთხვევაში არის შავი ბექის და ძალიან უფრო ჩემი აზრით, ასევე ყველა დეტალი არის შეშავებული გარდა ამ ნიკელის დეტალისა, რომელიც არის თეთრი. როგორც უკვე შევახსენე, ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი ტესტ-დრაივები და გაჩვენებთ ახლა რეალურად რამ ხელსაყრელი აქვს ამ მანქანას პატარა ექსპერიმენტით. ესეც დაპირებული ექსპერიმენტი. საკმაოდ ტეორიული საბარგული აქვს, მაგრამ მოდი ცოტა ზომები შევსვალოთ უკეთ ასახმარეთ. რა შეიძლება ამის საბარგულის ზომას, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ტეორიული საბარგული აქვს, აი ძალიან. აქ ეტევა ჩვეულებრივი აბსოლუტური წონის მოჭიდავე. ხოლო რა შეიძლება ახალგაზრდა ათლეტისთვის მინდა განახოთ, რომ ახალგაზრდა ათლეტი ძალიან თავისუფლად ეტევა. ეს არის დაახლოებით 60 კილოგრამის წონის ეს ადამიანი და უკეთეს შესაძლოა. რეალურად განახებთ რა შეუძლია ამ საბარგულს. აქედან გვაქვს რადგან კოპი არის ეს მანქანა უკანა სავარძლების გადაწევა. მოდი ვაჩვენოთ პრობლემად. შრობარი მაშინვე გადადის, ხოლო მეორე საკითხიც გვაქვს და შეგვიძლია ეს ორი და სავარძლებს გადავწყვეტ. აი, კიდევ რა შეიძლება, როგორც ვახსენე ეს მანქანა არის კოპი და ამოქოლოთ ამ მანქანას აქვს პანორა მაჭერი. გვერდში ხელავთ 4 კარიან აუც. შეიძლება ვერიფიკოთ ეს Audi არის, რადგანაც ძალიან გავს ბევრ სხვა მანქანას. ყველაფერთან ამ მანქანის დეტალები არის ჩაშავებული. ერთადერთი, რასაც მე პირადად შევსვლიდი, არის ის, რომ ეს მანქანა არის ძალიან მაღალი და აუცილებლად დავაყენებდი დაბალი დაკიდების სისტემას და ეგრეთ წოდებულ ფრიანესებსაც დავაყენებდი, რადგანაც ძალიან შეუძლებელი არის დისკები. მაგრამ ეს რა თქმა უნდა ჩემი პირადი გემოვნებაა და არა ქართულად მოყოლებული. ახლა კი სალონში გადავიდეთ და იქიდან უფრო ბევრ დეტალს გავაკეთებთ. ხოლო რა შეიძლება სალონზე გადავალთ. აუცილებლად მოახსენეთ, რომ ამ მანქანას ეგრეთ წოდებული სტოიკები არ აქვს და რა შეიძლება უკან სივრცეს. ახლა ძველი სავარცხელი არის ბოლომდე მიწეული წინ, მაგრამ აი საერთოდ არ არის ადგილაკა. აუცილებლად უნდა დავიწყოთ უკან ვინმეს შეჯდომა ან რამის ჩადენვა ამ მანქანის შესაძლოა მანქანა იაყო. ამ მანქანის გასაღები არ არის გამორჩეული გასაღები, გვაქვს ჩოლი ჩაკეტო, გაღება და საბარგულის გასწნა. მაგრამ გვაქვს გასაღებისთვის გამოყოფილი ადგილი, რომელიც ძალიან კომფორტული არის. გვაქვს ტყავის სავარძლები,
რომელიც საკმაოდ კომფორტულია, ესე ყოველდღიურ ხმარებაში არ ვიცი როგორ იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის ძალიან მოსახერხებელი არის. ხოლო რაც შეეხება წინა ხედს, აქ გვაქვს წინაბარი, რომელზეც გვაქვს მულტიმედია, კლიმატ კონტროლი, ასევე მოუდების სრულება, ეკოლოგიის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, როდესაც ჩვენ მაგალითად საცობში გავჩერდებით, ავტომატურად ჩაგვრევა მანქანა, ხოლო გაზის სატელეფონზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად დაიქოქება. ბევრისთვის ეს კომფორტია, ბევრისთვის ხოლმე შემშლელია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ საწვავის ეკონომიკას ძალიან ზრდის. ასევე გვაქვს traction control-ი, parking sensor-ები და მულტიმედიის გათიშვა. ხოლო წინ ასევე ერთი USB გვაქვს, ჩვეულებრივი USB-A, start stop-ი და რაც შეეხება ახლა ბარს. ოპერატორს ხოლმე ახლოს მოვიდეს. გვაქვს მულტიმედიის კონტროლი, ანუ შეეხება ჩართვა, გამართვა და ხმის შეცვლა. გვაქვს ეგრეთ წოდებული კულისა. ხოლო რაც შეეხება აქაც ტევადობას, წინა მხარეს ერთი ადამიანი თავისუფლად ძვდება. წინა მხარეს თავისუფლად გამომწვევი სიმაღლე შეეხება მე 83 მ-ში და თავისუფლად ვეტევი. ასევე გვაქვს აქ ეგრეთ წოდებული პანორამის გაღება და კეტვა, კარებების ჩაკეტვა რა თქმა უნდა და სოსხილაკი, რომელსაც ვინმე თუ ეკენებს საერთოდ. ჩვეულებრივი საათი გვაქვს. და უკანა ხედვის საათი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამ მანქანის საჭე, რომელიც არის მულტირული, რომელიც არის მულტისაჭე. აქვს გათბობის ფუნქცია, ასევე გვაქვს drive assistant-ი, გვაქვს წინ ეგრეთ წოდებული dashboard-ის view-ს ცვლილება, მასაც განახებთ. გვაქვს მოკლედ აი ასეთი პატარა view, რომელიც იცვლება დიდზე და მულტიმედიიდან გვაქვს ცვლილება dashboard-ის, გვაქვს S performance-ი, რომელიც აი ასე გამოიყურება. ეს უფრო ალბათ სპორტული ვიზუალისტვის არის და ასე გვაქვს dynamic-ი, რომელიც ასე მე მაგალითად ძალიან არ მომწონს. ისევ ჯობია რომ ეს performance კონდეს შემთხვევაში. ხო, რაც შეეხება მოუდებს, აქ გვაქვს comfort mode-ი, auto mode-ი, dynamic-ი და individual-ი. ინდივიდუალი შეგიძლია შენი შეცვალო, რაც გინდა ისე დააყენო. მაგალითად, drive sport-ი, steering შეგვიძლია დავაყენოთ სპორტზე და engine sound-ი present-ი, ანუ შედარებით უფრო ხმა მაღალი იქნება. ამ მანქანის ხმა present mode-ზე შეიძლება, მაგრამ არა ისე რომ შეგაწუხოთ. მოგესმენთ ხმას ყველა mode-ზე და თქვენ თვითონ დაწუნებით, რომ ძალიან დიდი ცვლილება არ არის ამის ხმებში. გვაქვს ასევე 360 გრადუსი ხედვა, რომელიც აქტიურდება, როდესაც reverse režimში გადავიტანთ. კიდევ ბოდიში უნდა მოგიხადოთ იმის გამო, რომ ხმის პრობლემა იქნება ამ ვიდეოში, რადგანაც აპარატურა არ გვაქვს ამ შემთხვევაში და შემდეგ ვიდეოებიდან ეს ყველაფერი გაუმჯობესდება. ხოლო ახლა წავიდეთ და უკეთესად განახებთ ამ მანქანის სიაროს. გადავიდეთ ახლა ინდივიდუალ რეჟიმში. ასევე traction-ის გავხიშოთ და განახებთ ამ მანქანის ლანჩსაც და გავიოთ და Tiptronic-ში გვაქვს მოცულება გათიშული და ინდივიდუალ რეჟიმია მაქსიმალურად ყველაფერი აწეული. არ ჩაიქთ. ეგა всё ლანჩავთ.
უნდა ვიდეოს გადაიქება და ძალისხმევების გააქტიურება. შენო ვიდეო